ასეთი ცნება, ფენომენი ზოგადად მოვლენა, რომელსაც კულტურული იმპერიალიზმი ქვია. და უფრო საშიშია ვიდრე ეკონომიკური და პოლიტიკური და მათ შორის სამხედრო იმპერიალიზმიც, იმიტომ რომ მათ აქვთ ეფექტი, რომელიც არის ხილული, თან ძალიან სწრაფად ხილული ხელშესახები, უცბად იწვევს რეაქციას, რა თქმა უნდა საწინააღმდეგოს და ამა თუ იმ საზოგადოებას განაწყობს ბრძოლისთვის თავდაცვისთვის, ხოლო კულტურული იმპერიალიზმი არის ძალიან მზაკრული, შორსმიმავალი, ნელი, შეიძლება ითქვას ნელი შენელების ნაღმია ნებისმიერი დაპყრობილი ერისთვის, თუნდაც არა დაპყრობილისთვის, რომელზეც ცდილობენ ზეგავლენის მოხდენას და საერთოდ ცდილობენ მის გაქრობას. რა პერიოდებს გადის, რა ეტაპებს გადის კულტურული იმპერიალიზმი და რას ნიშნავს საერთოდ ეს, როდესაც ერთი ჰეგემონი ერი ცდილობს მეორე დაპყრობილს უფრო სუსტ, თუნდაც რაოდენობრივად უფრო მცირეს, რომელიც დაპყრობილი ყავს სამხედრო ძალით, თავს მოახვიოს საკუთარი ღირებულებათა სისტემა, საკუთარი ადათ-წესები, საკუთარი კანონები, საკუთარი სურვილები, დაავიწყონ დაპყრობილ ხალხს საკუთარი ისტორია, საერთოდაც უქმნიან ისტორიას და აჯერებენ, რომ ეს არის ნამდვილი მათი ისტორია და არა ის, რაც სინამდვილეში არის. მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში, როდესაც ეს მოახერხა ჯერ რუსეთის იმპერიამ, როდესაც დაიწყო დამალვა იმ რეალობისა, რაც ჩვენთან იყო და შემდგომ უკვე საბჭოთა რუსულმა იმპერიამ. იწყება მშობლიური ენის დაკნინება და საერთოდ გაქრობა საგანმანათლებლო სისტემიდან, საჯარო სამსახურიდან, რელიგიური ინსტიტუტებიდან, იწყება კოლონიზატორის სურვილისამებრ შექმნილი ისტორიული ნარატივები, რომელიც ამ ერს უყალიბებს უსუსურობის, საცოდაობის, დაუცველობის განცდას და შედეგად ვიღებთ იმას, რომ ეს ერი მთლიანად დამოკიდებული ხდება დამპყრობელზე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კულტურული იმპერიალიზმის ყველაზე ცუდი შედეგი არის აი ამ დამპყრობელთან კომპრომისით განწყობილი და შეიძლება ითქვას ძალიან კარგად თანამშრომლობს მასთან ყველა ქვეყანაში და მათ შორის ჩვენთან კოლონიზატორის მიერ შექმნილი ინტელიგენცია. კულტურული იმპერიალიზმის გადაგდება, შეიძლება ითქვას მოშორება მისგან თავის დაღწევა ძალიანად ძნელია, იმიტომ რომ ის ნარატივები, მხატვრული სახეები, რომელსაც ქმნის კოლონიზატორი დაპყრობილ ხალხში, თაობიდან თაობას გადაეცემა, როგორც ისტორიული ჭეშმარიტება, როგორც ამა თუ იმ ერის ღირებულება. რამე ხო არ გვახსენდება საკუთარ თავზე.